გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მაინტერესებს თუ შეიძლება ჩატში დამწერეთ, როგორ ისმის ჩემი ხმა. პრობლემის ნომერის ხასუნებში. ძალიან კარგი. კარგით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჯერ გაგესწრებით. მე ვარ ანრი გოგოლიძე, ინტელკომ ჯგუფის პროდუქტების მენეჯერი, ქსელების განხილვით. დღეს ვისაუბრებთ ინტელკომ ჯგუფი აგრძელებს თავის ვებინარების სერიას, ვინც პირველად არ არის უკვე ეცოდინება, რომ თითქმის ყოველ ორ კვირაში გვაქვს ახალ-ახალი ვებინარი სხვადასხვა საინტერესო თემებით. და დღესაც ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და იმედია დღესაც გვექნება საინტერესო თემები თქვენთვის. ხოლო რაც შეეხება ვებინარს, ეს გაგრძელდება დაახლოებით 30-40 წუთი. ხოლო ბოლოს იქნება გათამაშება, სადაც პრიზი იქნება მიკროტიკის Wi-Fi რაუტერი. ხოლო გათამაშების პრინციპი არის შემდეგი, რომ ვებინარიდან გამომდინარე, ბოლოს დავსვავთ რაღაც კითხვას და ვინც ჩატში დააფიქსირებს ამ კითხვაზე სწორ პასუხს პირველი, ის გახდება ამ პრიზის მფლობელიც. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ჩატი გეყენოთ ამაზე public-ზე, რათა ყველას გამოუჩნდეს თქვენი დაწერილი პასუხი. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ვებინარს, დღეს ვისაუბრებთ Wi-Fi-ის პროექტირებისას დაშვებულ შეცდომებზე და იმ პრაქტიკულ მიდგომებზე, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია მივიღოთ უფრო სტაბილური, კარგი და კარგად მომუშავე ქსელი. დავიწყოთ შემდეგი საკითხებით. პირველ რიგში ავხსნათ, რატომ არის საჭირო ზოგადად Wi-Fi-ის პროექტირება. ბევრს Wi-Fi-ის პროექტირება გონია უბრალოდ კარგი შესაბამისი სპეციფიკაციების Wi-Fi-ის რაუტერის ან Wi-Fi access point-ის შერჩევა. აღარ ეს სინამდვილეში ბევრად უფრო ფართო და ესეთი დიდი პროცესია. რადგან სწორედ ამ ეტაპზე ხდება იმ განსაკუთრებების მიღება, რაც შემდგომში უზრუნველყოფს, რომ ჩვენ მაქსიმალურად იმუშაოს მაქსიმალურად სტაბილურად და ხარისხიანად, კონდეს მაღალი წარმადობა და ასევე სწორედ ამ ეტაპზე მიღებული განსაკუთრებები უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არ შეგვექმნას საშუალება, რომ მოგვიწიოს ქსელის განვითარების დამატებითი ხარჯები და უფრო დავზოგოთ ჩვენი რესურსიც და ქსელმაც იმუშაოს გამართულად, როგორც ჩვენი მიზანია ისე. და დღეს ვისაუბრებთ ამ Wi-Fi-ის პროექტირებისას ხშირად დაშვებულ შეცდომებზე. აქ რამდენიმე შეცდომა მაქვს ჩამოწერილი, ესენია მხოლოდ დაფარვაზე ორიენტირება, access point-ების არასწორი განლაგება, სიხშირეების არასწორი გამოყენება, უსაფრთხოების იგნორირება და ამაზე თითოეულზე ვისაუბრებთ ჩვენ დაწვრილებით, ასე სხვა საკითხებსაც შევეხებით. და შეიძლება ეს საკითხები ასე ერთ შეხედვით არ ჩანს ასე გადამწყვეტად, მაგრამ რომელიმე ამ საკითხებიდან ერთ-ერთის არსებობაც კი, თუ რომელიმე არასწორად გვაქვს დაგეგმილი, რა თქმა უნდა, პრობლემას შეუქმნის ჩვენი ქსელის საერთო მუშაობას და ნორმალურ ფუნქციონირებას. ზოგადად ყველაფერში და მათ შორის Wi-Fi-ის პროექტირებაშიც მთავარია, რომ თავიდანვე გქონდეს დასმული სწორი ამოცანა. ანუ ჩვენ რას ველით ამ ჩვენი წყობილი ქსელისგან. ანუ რა პრიორიტეტები უნდა ისარგებლოს ჩვენმა ქსელმა და ზოგადად რა გამოყენება უნდა გქონდეს. მაგალითად, გააჩნია ჩვენ სად ვაწყობთ ამ ქსელის ინფრასტრუქტურას. ეს იქნება სასტუმრო, ბანკი თუ რა ტიპის დაწესებულება. სწორედ ამას დაყრდნობით უნდა გადავწყვიტოთ. დავუშვათ, სასტუმროში პრიორიტეტი არის ის, რომ სტუმარს ჰქონდეს სასტუმროს ნებისმიერ ადგილას კარგი და ანუ სტაბილური ინტერნეტი. ხოლო ან ბანკისთვის ან მსგავსი დაწესებულებისთვის მთავარია, რომ და პრიორიტეტი არის ის, რომ ქსელი იყოს უსაფრთხო. რა თქმა უნდა, სხვა ესეც უნდა ქონდეს კრიტერიუმებიც, მაგრამ მთავარია, რომ ქსელმა იმუშაოს უსაფრთხოდ. და დღეს სწორედ ამ პრიორიტეტებზე ვისაუბრებთ, რა შემთხვევაში რა არის გამოსადეგი და რა სცენარის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. და რათა გავაკეთოთ ჩვენი ქსელის სწორი პოზიციონირება, პირველ რიგში რაც არის საჭირო, ეს არის გავაკეთოთ იმ გარემოს ანალიზი, სადაც ვაპირებთ, რომ გავმართოთ ჩვენი Wi-Fi-ის ინფრასტრუქტურა. ამისთვის საჭიროა, რომ შევარჩიოთ ისეთი access point-ები, რომელიც მორგებული იქნება იმ გარემოს პირობებს.
რადგან Wi-Fi სიგნალი არის მოგხსენებათ რადიო სიგნალი და რადიო სიგნალს ნებისმიერი გარემო პირობა პირდაპირ უფხნის დაბრკოლებას. ეს იქნება კედლები თუ ნებისმიერ რამ, რაც შეიძლება დაბრკოლებას წარმოადგენდეს Wi-Fi-ის access point-სა და მომხმარებლის მოწყობილობას შორის. ასე რომ ჩვენ გარემოს ანალიზი გვჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში სწორად გავთვალოთ რამდენი და რა რაოდენობის access point-ი იქნება საჭირო ჩვენთვის. რათა გქონდეს სწორი და ისეთი დაფარვა, რომ რასაც შემდეგ ვისაუბრეთ, რათა ხელი არ შეუშალოს ერთმანეთს access point-ებმა. ასევე სიხშირე უნდა შეურჩიოთ იმის მიხედვით, თუ დავუშვათ რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს გზად ჩვენს Wi-Fi-ის რადიო სიგნალს. და ასევე შეიძლება ჩვენს საკუთარ ქსელში ყველაფერი აწყობილი გქონდეს კარგად რეკომენდირებულად, მაგრამ არ გავითვალისწინოთ ის გარე ფაქტორები, რამაც ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს Wi-Fi სიგნალის სწორ ფუნქციონირებას. ამაში გულისხმობა მაგალითად მეზობელი ქსელები. თუ დავუშვათ სახლში დაყენებულ Wi-Fi-ზე ვსაუბარი, დიდ გავლენას ახდენს და დიდად აზიანებს ამ სიგნალს დავუშვათ მეზობლის Wi-Fi-ის რაუტერები. და ესეც უნდა გავითვალისწინოთ და თქვენ სურათზე ხედავთ ახლა ამ სურათზე მაგალითის სახით არის მოცემული ეგრეთ წოდებული heat map-ი. ანუ რითაც გებულობთ ამ შემთხვევაში სად არის მეტი დაბინძურება, სად ნაკლები და ეს ყველაფერი ხდება და ზოგადად გარემოს ანალიზის გაკეთება შეგვიძლია სხვადასხვა აპლიკაციებით. მაგალითად, ჩვენი ტექნიკური დეპარტამენტი, როდესაც მსგავსი პროექტები აქვს და უხდება ხოლმე ესეთი პროექტების აღება, სადაც უნდა გამართოს Wi-Fi ინფრასტრუქტურა, იყენებს ასეთ აპლიკაციას, ქვია სახელად Wi-Fi Menu. მაგრამ კიდევ ბევრი სხვა აპლიკაციებიც არსებობს. რითაც წინასწარ შეგვიძლია გავიგოთ იმ არსებულ გარემოებებში რას უნდა ველოდოთ და მოვახდინოთ სხვადასხვა პრობლემების პრევენცია. ხოლო ახლა გადავიდეთ პირველ ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, ეს არის მხოლოდ Wi-Fi-ის დაფარვაზე ორიენტირება. რადგან ხშირად გქონია ალბათ ასეთი შემთხვევა, რომ შესაძაც ხედავთ მობილურში ან რამე მოწყობილობაზე Wi-Fi-ის ბოლომდე ვიჭერთ, მაგრამ ინტერნეტი ბატონყაც ვერ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. სწორედ ამ შეცდომის ბრალი არის ეს, რადგან როცა ადამიანს გონია, რომ Wi-Fi-ის ბოლომდე იჭერს და უნდა გქონდეს კარგი ინტერნეტი, ამ დროს იმ ქსელში არ არის გათვალისწინებული მაგალითად ეს access point-ი, რომელიც ჩვენ ვართ დაკავშირებული, რამდენ მოხმარებელზე არის გათვლილი. რადგან ყველა access point-ს აქვს თავისი კავშირების ლიმიტი და თუ ამ ლიმიტს მიაღწევს, ან ამ ლიმიტს გადააჭარბებს, უკვე თუ გადააჭარბებს, ან ვერ გადააჭარბებს, ვერ დავაკავშირდება, მაგრამ თუ უკვე იმ ლიმიტთან ახლოს იქნება უკვე მოხმარებლების რაოდენობა, უკვე ცუდად იმუშავებს და ყველას აღარ ეყოფა მისი სიგნალი. ამიტომ ისე უნდა გავთვალოთ ჩვენი ქსელის ფუნქციონირება, რომ თითოეულ access point-ს არ მოუწიოს დავუშვათ მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობა. და გქონდეს რაღაც რეზერვი იმისთვის, რომ თუ რაიმე ცვლილება იქნება ჩვენ ქსელში, რაღაც ორჩენილი რეზერვი გქონდეს, რომ პრობლემა არ შეგვექმნას. ასევე გასათვალისწინებელია ჩვენს ინფრასტრუქტურაში რა სახის მონაცემები და რა სახის ტრაფიკი იმოძრავებს. რადგან ნებისმიერ ტრაფიკს აქვს თავისი პრიორიტეტი და თავისი სიჩქარე ჭირდება. შესაძლოა ჩვენ მესეჯის გაგზავნაში იმდენი არ გვჭირდებოდეს რესურსი, რამდენიც ვიდეო კოლის წარმოებაში. და ეს ყველაფერი უნდა წინასწარ გავთვალოთ და უნდა ვიცოდეთ რისთვის გვინდა ჩვენი ქსელი. და სწორედ ამაზე საუბარი, რომ Wi-Fi-ის სწორი ფუნქციონირება არ არის მხოლოდ მისი სიგნალის კარგად მიღება, არამედ სხვა პრიორიტეტებიც უნდა გქონდეს, რითაც ჩვენი ქსელი იმუშავებს გამართულად. რაც შეეხება შემდეგ შეცდომას, ეს არის access point-ების არასწორი განლაგება. და რა იგულისხმება ახლა ამაში? პირველ რიგში, access point-ები არ უნდა განვათავსოთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ძალიან შორს. რადგან ამ შემთხვევაში თუ დავუშვათ ძალიან ახლოს განვათავსებთ და მით უმეტეს თუ ეს access point-ები ერთ და იგივე სიხშირეზე იმუშავებენ, თვითონ ერთმანეთის ფუნქციონირება შეუშლიან ხელს და ერთმანეთს დააბრკოლებენ. რის გამოც ვერც ერთისგან ვერ მივიღებთ კარგ მუშაობის სტანდარტს.
ხოლო ძალიან შორს განთავსების შემთხვევაში უკვე გვექნება ისეთი ზონები, ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონები, სადაც ვერც ერთი სიგნალი ვერ მიწვდება და იმ ადგილზე ზოგადად ინტერნეტი ცუდად მომუშავე კი საერთოდ აღარ გვექნება. ამიტომ ისე უნდა შევარჩიოთ მდებარეობა, რომ კონდეს ერთმანეთთან ოპტიმალური გადაფარვა და ეს გადაფარვა რა საჭირო არის, მაგას შემდეგში ავხსნით. შემდეგი გავრცელებული პრობლემა, რაც ალბათ თქვენს ხშირად გინახავთ, ეს არის, ოდესაც ეს ერთად სახლებში ხდება ხოლმე, მაგრამ ბევრგან ყოფილა სხვა დაწესებულებებში დაც რომ Wi-Fi-ის access point-ებს და რაუტერებს ათავსებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ უჯრებში ან ყუთებში. საერთოდ სიგიჟეა, როცა მეტალის ყუთს ჭედავენ მაგის გამო, რომ კარგად შედონ და ლამაზად იყოს access point-ი. რა თქმა უნდა, როგორც წეგან თქვით, ეს არის რადიო სიგნალი და მას ნებისმიერი დაბრკოლება ეს იქნება ხის, მეტალის თუ ნებისმიერი მასალის დაბრკოლება პრობლემას შეუქმნის. მინდობესია რომ Wi-Fi იყოს ღია სივრცეში, რათა მაქსიმალურად სწორად მოხდეს მისი რადიოტალღების გავრცელება. და ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ იყოს Wi-Fi-ის რაუტერი ან access point-ი ახლოს მინის ან რკინის კონსტრუქციებთან. ანუ რკინის ალბათ გასაგებია, რთული იქნება მისთვის access point-ის სიგნალისთვის მისი გადალახვა, მაგრამ რაც შეეხება მინას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მინასში access point-ის სიგნალს არ უნდა გაუჭირდეს გავლამა. ეს ასე ნამდვილად არ არის. პირიქით, მინა ძალიან ამახინჯებს და არ მიდის სწორად მონაცემები დანიშნულების წერტილამდე. ამიტომ თუ გვაძლევს საშუალებას ჩვენი გარემო პირობები ისე რომ დავაყენოთ Wi-Fi-ის access point-ი გაშლილ ადგილას, უმჯობესია რომ ასე მოგვიცეთ, რათა გქონდეს ამ access point-ის მივიღოთ ამ access point-ის ყველა ის სარგებელი, რაც მას გააჩნია. შემდეგი გავრცელებული შეცდომა არის არასწორი სიხშირის გამოყენება. დღესდღეობით Wi-Fi ძირითადად მუშაობს სამ განსხვავებულ სიხშირეზე. ასე 2.4 GHz, 5 და 6 GHz-ები. მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ კორპორატიულ Wi-Fi-ებზე, თორემ არსებობს ასევე outdoor access point-ები და ისეთი მოწყობილობები, რომლებიც უფრო სხვა სიხშირეზე მუშაობენ, მაგალითად 60 GHz-ზე point-to-point-ები და ასეთი access point-ები. ჩვენ საუბრობთ მხოლოდ კორპორატიულზე ამ შემთხვევაში. ეხლა რომ ავხსნათ და მოკლედ გავიაროთ, რა სხვაობაა ამ სიხშირეებს შორის და რომლის გამოყენება როდის ჯობია. და ზოგადად ვთქვათ მათი პლუს-მინუსები, რომელს რა გააჩნია. დავიწყოთ 2.4 GHz-ით, ეს ყველაზე ძველი და ყველაზე გავრცელებული სიხშირეა დღესდღეობით. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მას შეუძლია ყველაზე დიდ ფართო არეალზე გავრცელება. და ყველაზე კარგად ამ სამ შორის ყველაზე კარგად შეუძლია დაბრკოლებების გადალახვა. ეს იქნება კედელი, მინა თუ რა. რა თქმა უნდა, ამასაც აზიანებს ეს დაბრკოლებები, მაგრამ დანარჩენებთან შედარებით უფრო კარგად უმკლავდება ამ ყველაფერს. მაგრამ რაც შეეხება ნაკლოვანებებს. ნაკლოვანებები პირველი არის ის, რომ მას აქვს უფრო დაბალი სიჩქარე, ბევრად დაბალი სიჩქარე ვიდრე დანარჩენ ორს. და ასევე რადგან ყველაზე გავრცელებული სიხშირეა და ასევე Wi-Fi-ის გარდა კიდევ სხვა ბევრი რამ მუშაობს 2.4 GHz სიხშირეზე, მისი სპექტრი ყველაზე მეტად დაბინძურებულია. რის გამოც უფრო მეტი პრობლემა იქნება ინტერფერენციის მხრივ ვიდრე სხვა სიხშირეებზე. შემდეგი არის 5 GHz-იანი სიხშირე. 5 GHz-ის პლუსები რა არის? მისი უპირატესობა არის ის, რომ აქვს 2.4-ზე ბევრად უფრო მეტი სიჩქარის გატარება შეუძლია და შედარებით უფრო ნაკლებად დაბინძურებულია მისი სპექტრი. მაგრამ უკვე დღესდღეობით ეს 5 GHz-იც ნელ-ნელა უფრო სტანდარტად იქცევა და უფრო შედის მოხმარებაში უფრო ერთოდ. და მისი სპექტრის ბინძურდება, მაგრამ შედარებით 2.4-დან ბევრად სუფთაა და ბევრად უფრო დიდი სიჩქარის მიღება შეგვიძლია. ხოლო რაც შეეხება ნაკლოვანებებს, 2.4-თან შედარებით უფრო ნაკლები გავრცელების არეალი აქვს და უფრო ძნელად შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. ხოლო რაც შეეხება 6 GHz, ეს სიხშირე პირველად გამოჩნდა Wi-Fi 6E, ანუ Wi-Fi 6 extended ვერსიაში და უკვე ასე თქმა უნდა Wi-Fi 7-ში არის. და განსხვავებით დანარჩენი ორი სიხშირისგან, მას აქვს ყველაზე მეტი სიჩქარის გატარება შეუძლია. მაგრამ აქვს ყველაზე ნაკლები არეალი გავრცელების და ყველაზე უფრო ცუდად შეუძლია დაბრკოლებების გადალახვა და მასთან გამკლავება.
და აქვე მინდა ვთქვა Wi-Fi 7-ის ახალი ფუნქცია, ის ინოვაციური ტექნოლოგია Wi-Fi 7-ისთვის. თუ ნებისმიერ სხვა წინა თაობის Wi-Fi-ები მუშაობდნენ რომელიმე ერთი სიხშირით, ეს იქნება 2.4 თუ 5 GHz. უკვე Wi-Fi 7 შეუძლია სამივე სიხშირის 6 GHz-ის, 5-ის და 2.4-ის ერთდროულად გამოყენება. და access point-ი თვითონ წყვიტავს იმ მომენტში, რომელი სიხშირით უკეთესი წარმოდების მიღება შეუძლია და მას ირჩევს. რის შედეგადაც გვაქვს უფრო სწრაფი კავშირი, უფრო სტაბილური და ნაკლებად შეფერხებადი და ასევე მის სიჩქარის განაპირობებს ის, რომ ამ MLO ფუნქციის გამოყენებით multi-link operation ესე შიფრება. ამ MLO ფუნქციის გამოყენებით access point-ი მუშაობს full duplex-ზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად შეუძლია როგორც ინფორმაციის გადაცემა, ისე მიღება. და ესეც ერთ-ერთი განპირობებელია იმის, რომ უფრო სწრაფად შეუძლია ინფორმაციის მიმოწვლა და არ უწევს დაავადება გადაცემასა და მიღებას შორის. და სანამ შემდეგ შეცდომაზე გადავალთ, მოდი ვისაუბროთ ზოგადად რა წარმოადგენს და რა არის Wi-Fi არხები. Wi-Fi არხი წარმოადგენს სიხშირული დიაპაზონის იმ ნაწილებს, რითაც Wi-Fi-ს access point-ი და მოწყობილობა, რომელიც ამ Wi-Fi სიგნალს იღებს, ერთმანეთში კომუნიკაციას ამყარებენ. უფრო აქაც სურათსაც ნაჩვენები მაქვს, მარტივი შედარება რომ გამოვიყენოთ, შეგვიძლია ეს არხები, Wi-Fi-ს არხები შევადაროთ სამანქანო გზას. რაც უფრო ფართია გზა, მით უფრო დიდი ნაკადის გატარება შეუძლია და იგივეა Wi-Fi-ის შემთხვევაშიც. Wi-Fi-ის არხის სიგანე იზომება მეგაჰერცებში და რაც უფრო დიდი აქვს სიგანე, მით უფრო მეტი მონაცემის გატარება შეუძლია ერთდროულად და რაც ზრდის ინფორმაციების გადაცემის სიჩქარეს. ხოლო რაც შეეხება შემდეგ გავრცელებულ შეცდომას, ეს არის არხების არასწორი კონფიგურაცია. და ეხლა ამაში რა იგულისხმება? ჩვენ როდესაც ვაკეთებთ კონფიგურაციას access point-ებისას, უნდა მივიღოთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთმანეთთან ახლოს მდებარე access point-ები არ ვამუშაოთ ერთ და იგივე არხებით. ანუ ეს რას გულისხმობს? რათა ნაკლებად გქონდეს ინტერფერენცია და უფრო კარგად იმუშაოს და სტაბილურად ჩვენმა ქსელმა. ასევე გავრცელებული არის შემთხვევა, როდესაც აკეთებენ არხის სიგანის არასწორ შერჩევას. ეს ერთი ზრდის არასწორად შერჩეული არხი შეიძლება გამოიწვიოს ორი პრობლემა. ერთი, გქონდეს ნაკლები სიჩქარე მონაცემების გადაცემას, ან მოხდეს ამ არასწორი სიხშირის გამო არხების რაოდენობის შემცირება, რასაც შემდგომში ავხსნით როგორ ხდება და ამის ხარჯზე გაიზარდოს ინტერფერენცია და დამახინჯდეს ჩვენი მონაცემების გადაცემა და მონაცემები ზოგადად. ვეღარ მივიდეს სწორად დანიშნულების ადგილამდე. ასევე გავრცელებული შემთხვევა არის, როდესაც დიდ ქსელებში ტოვებენ ავტო ჩენელზე ჩვენს access point-ებს. ნებისმიერ access point-ს აქვს თავისი კონფიგურაციის ინტერფეისზე, შეგიძლია აირჩიო ავტოზე დააყენო ჩენელის არჩევა, სადაც access point-ი თვითონ წყვიტავს, რომელი ჩენელით იმუშაოს. ან შეგიძლია შენ ხელით გაუწეროს ყველაფერი და წინასწარ მიეცე ინსტრუქცია, რომელი არხები გამოიყენოს რომელმა access point-მა. და ავტოზე დაყენებას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ავტოზე დაყენებული Wi-Fi შეიძლება კარგად იმუშაოს პატარა ქსელში. რადგან იქ დიდი ინტერფერენცია არ იქნება და access point-ი თავისთავად გაუმკლავდება და თავის დაირჩევს რომელი მის გამოყენება ჯობია არხის, მაგრამ დიდ ქსელებში არ არის რეკომენდირებული ავტო ჩენელის გამოყენება, რადგან ეს მისი ალგორითმი კარგად ვერ მუშაობს და ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა access point-ები ერთ და იგივე არხზე ჯდებიან, იზრდება ინტერფერენცია და მოკლედ ვეღარ მუშაობს კარგად ჩვენი ქსელი. და ასევე რაც წინაზეც აღნიშნეთ, უნდა გავითვალისწინოთ მეზობელი ქსელების არსებობაც. რადგან შეიძლება ჩვენ ქსელში, როგორც თქვით, უკვე ყველაფერი კარგად გქონდეს მოწყობილი, მაგრამ ჩვენ ქსელს პრობლემა შეუქმნას სხვა ჩვენგან დამოუკიდებელმა ქსელმა. და იმ არხებით მუშაობდეს და ინტერფერენციას ალბათობას ზრდიდეს და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა კარგი აწყობილი ქსელი გქონდეს, მაინც ვერ იმუშავებს ისე გამართლად, როგორც საჭიროა. და აქვე ერთ ფუნქციასაც ვიტყვი, რომელიც გვხდება უკვე Wi-Fi 7-ში, ეგრეთ წოდებული preamble puncturing.
ეს რას გულისხმობს? თუ Wi-Fi 7-მდე სხვა თაობის access point-ები დაინახავდნენ, რომ რომელიმე არხი იყო დაბინძურებული, ინტერფერენცია შეინიშნებოდა, ამ ინტერფერირებული მონაკვეთის შემდეგ იმ არხს აღარ იყენებდნენ და ან უწევდათ არხის პატარა ნაწილის გამოყენება, ან სხვა არხზე გადაჯდოდნენ, რაც ზრდიდა ქსელის დაყოვნებას და აფერხებდა მის მუშაობას. ხოლო ამ ფუნქციის დახმარებით უკვე access point შეუძლია არხის მხოლოდ ის სეგმენტი და ის მონაკვეთი დააიგნოროს, რომელიც არის დაბინძურებული და დანარჩენი სუფთა სპექტრი გამოიყენოს. რის შედეგადაც აღარ უწევს ახალი არხის ძებნა და ამაზე კიდე მონაცემების და დროის ხარჯვა და უფრო სტაბილური და სწრაფი ქსელი მიიღება საბოლოო ჯამში. და ეხლა რომ ვიმსჯელოთ სათითაოდ ამ სამივე სიხშირეზე რა ლოგიკით და როგორ მუშაობს არხები. დავიწყოთ 2.4 გიგაჰერცით. 2.4 გიგაჰერცში სულ გვაქვს 14 არხი, მაგრამ ეს დამოკიდებულია რეგიონზე. ჩვენს რეგიონში არის 11 არხი, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც გამოიყენება 13 და 14 არხიც. და ეხლა აქ როგორ ხდება? ნებისმიერი აქ ხედავთ რომ არის ხსურაც აქ 14 არხიანი მაგალითია, მაგრამ პრინციპი გასაგები იქნება, როცა ავხსნით. ამ არხების თითოეული რკალი წარმოადგენს თითოეულ არხს. მათი სიგანე 2.4 გიგაჰერცი არის 20 მეგაჰერცი. მაგრამ ამ არხების ცენტრებს შორის დაშორება არის 5 მეგაჰერცი. რის გამოც გვაქვს ერთმანეთის გადამფარავი არხები. მივიღებთ ესეთ სურათს. და სტანდარტია და რეკომენდირებულია, რომ გამოვიყენოთ 2.4 გიგაჰერცის მოხმარების შემთხვევაში ნომერი 1, 6 და მე-11 არხები. რადგან ეს სამი არხი არის ისეთი მდებარეობით შერჩეული, რომ ერთმანეთთან არ კონდეს კვეთა და ერთმანეთს არ აბინძურებდნენ. შესაბამისად, ყველაზე სუფთად მუშაობს ამ სამ არხზე მუშაობის შემთხვევაში ჩვენი ქსელი და რეკომენდირებულია, რომ ისეთი არხები გამოვიყენოთ, რომლებიც ერთმანეთს არ კვეთენ და ერთმანეთის მუშაობას ხელს არ უშლიან. ამ შემთხვევაში გვაქვს 1, 6 და 11. 2.4 გიგაჰერცზე. რაც შეეხება 5 გიგაჰერცს, აქ უფრო მარტივად გვაქვს საქმე, რადგან გვაქვს 20 მეგაჰერცის სიგანის 25 არაგადამკვეთი არხი. ალბათ შემჩნევით, რომ აქ დანომრა იწყება 36-დან და კითხვას გაგიჩნდებათ, რომ რატო არ იწყება 1-დან. და ამას თავისი პრინციპი აქვს, რადგან არხის ნომერი გამოითვლება შემდეგი პრინციპით. სიხშირეს უნდა გამოვაკლოთ 5000 და გავყოთ 5-ზე. და ვიღებთ არხის ნომერს. რადგან 5 გიგაჰერცის შემთხვევაში საწყისი სიხშირე არის 5180 მეგაჰერცი, პირველი არხის ნომერი გამოდის 36 და შემდეგ უკვე 4-იანი ბიჯებით მიყვება. აქ ხედავთ, რომ სურათზე ხედავთ, რომ გვაქვს 25 20 მეგაჰერციანი არაგადამკვეთი არხი და თუ დაუშვათ ჩვენ მინდა რომ გქონდეს ქსელში უფრო ფართო არხებით ვიმუშაოთ და უფრო მეტი მონაცემები გავატაროთ, შეგვიძლია ავირჩიოთ 40, 80, 160 მეგაჰერცი ამ სიხშირეზე, მაგრამ აქ პრობლემა არის ის, რომ როგორ შეგვიძლია მივიღოთ 40 მეგაჰერციანი არხი. 40 მეგაჰერციანი არხი მიიღება 2 20 მეგაჰერციანი არხის გაერთიანებით. ანუ ჩვენ ვზრდით არხის სიგანეს, მაგრამ ამის ხარჯზე გვიმცირდება თვითონ არხების რაოდენობა. თუ გვაქვს დაუშვათ 25 20 მეგაჰერციანი არაგადამკვეთი არხი, თუ გვინდა რომ გქონდეს 40 მეგაჰერციანი არხები, უკვე მათი რისხვი მცირდება 12-მდე. კიდევ თუ გავზრდით 6-მდე და ასე პროპორციულად მიდის. რაც უფრო დიდი არხის სიგანე გვაქვს, მით უფრო ნაკლები არხი გვაქვს რაოდენობაში. და რაც შეეხება 6 გიგაჰერცს, აქ კიდევ უფრო გამარტივებული გვაქვს საქმე, რადგან გვაქვს 59 20 მეგაჰერციანი არაგადამკვეთი არხი. დანარჩენი არხების სიგანის არჩევის პრინციპი იგივეა, რაც წეღან ახსენით, ანუ რაც უფრო მაღალი მეგაჰერცის არხი გვაქვს, მით უფრო ნაკლები გვაქვს ოდენობაში. მაგრამ აქ დამატებული არის ასევე ახალი სიგანის არხი, ყველაზე დიდი 320 მეგაჰერციანი. რა თქმა უნდა, გვაქვს 320 მეგაჰერციანი შედარებით ნაკლები ოდენობის არხი, მაგრამ ამ არხით სარგებლობის შემთხვევაში შეგვიძლია ძალიან დიდი სიჩქარით მონაცემების გადაცემა.
და თუ გვიწყობს ხელს ჩვენი ტოპოლოგია ისე რომ შეგვიძლია ავირჩიოთ 320 MHz-იანი არხი, რა თქმა უნდა, ჯობს რომ ასე მოვიქცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ვიმეორებთ, დამოკიდებულია როგორი ქსელის ზოგადი სურათი გვაქვს და გვაძლევს თუ არა საშუალებას ჩვენი ქსელი რომ ესეთი არხები გამოვიყენოთ. რაც შეეხება შემდეგ გავრცელებულ შეცდომას, ეს არის roaming-ის უგულებელყოფა. ჯერ გავიგოთ, რას ქვია roaming-ი. roaming-ის ფუნქცია არის შემდეგი. როდესაც ჩვენ გვაქვს ნებისმიერი შენობა ან დიდი სივრცე, სადაც გვიყენია ბევრი access point-ი. და ჩვენ ამ შენობაში გვიწევს მოძრაობა. ნუ რა თქმა უნდა, მანძილის ზრდასთან ერთად ერთ access point-ზე ვერ დავრჩებით დაკონექტებული და უნდა გადავკავშირდეთ მოძრაობასთან ერთად იმ access point-ზე, საიდანაც უკეთესი სიგნალი მოდის. სწორედ ამას აკეთებს roaming-ი, რომ ის ხედავს მის ფუნქცია ერთი access point-ის აუთენტიფიკაციის მონაცემები ავტომატურად გადაუგზავნოს სხვა access point-ს, საიდანაც უკეთესად მოდის სიგნალი და საიდანაც უკეთესი პერფორმანსი ექნება ჩვენს ინტერნეტის მოხმარებას. და ეს არის მისი ფუნქცია. და ეს ამან რო კარგად იმუშაოს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები. პირველი, ეს არის გადაფარვის არასწორად დაგეგმვა. აი, ცოტა ხნის წინ რომ ვახსენე, საჭიროა ცოტა პატარა 15-20%-იანი გადაფარვა Wi-Fi-ის სიგნალებს შორის. სწორედ ამ ფუნქციის გამო არის საუცილებელი, რათა ოდესაც მოხვდები ამ არეალში, სადაც უკვე ორივე access point-ის მონაცემების მიღება შეგიძლია, თვითონ უნდა access point-მა გადაწყვიტოს, საიდან უკეთესი სიგნალი მოდის და იმ access point-ის სიგნალით ვისარგებლოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ყველა access point-ს გქონდეს ერთი და იგივე SSID. რათა მაქსიმალურად უმკინებლად და ავტომატურად მოხდეს გადართვა ერთიდან მეორე access point-ზე. და ასევე შეგვიძლია, ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ უმჯობესია და შეგვიძლია თუ გავაკეთებთ RSSI ზღვრების განსაზღვრას. ანუ ეს რას გულისხმობს? ჩვენ შეგვიძლია რომელიმე point-ზე დავაწესოთ ლიმიტი, როდესაც თუ დავუშვათ ამ ლიმიტის შემდეგ უფრო გაუარესდება სიგნალი, უკვე მოხდეს ავტომატურად სხვა access point-ზე გადართვა. და ამას თვითონაც გავაკეთებთ roaming-ი, მაგრამ ასევე შეგვიძლია ჩვენს დაუწესოთ ეს ლიმიტები. და ნუ ეს გასაგებია, რომ ყველაფერი შეიძლება თეორიულად კარგად დავაწყოთ და გავმართოთ, მაგრამ საჭიროა მისი რეალური ტესტირებაც. ტესტირება შეგვიძლია ზემოთ ნახსენები აპლიკაციებით, ეს Wi-Fi menu, Wi-Fi analyzer-ი ან მსგავსი აპლიკაციებით, ან უშუალოდ გავაკეთოთ ინსცენირება ინტერნეტის მოხმარების დავიჭიროთ ტელეფონი ან ნებისმიერი Wi-Fi-ზე მომუშავე მოწყობილობა და ვიმოძრაოთ ჩვენს სივრცეში. და ვნახოთ რამდენად სწორად და რამდენად კარგად მოხდება გადართვა, ისე რომ ეგრეთ წოდებული sticky client-ის შედეგი არ მივიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ access point-ზე, რომელსაც დაკავშირებული ვართ, დაშორების შემდეგაც მასზე ვრჩებით დაკავშირებული და გვაქვს ცუდი სიგნალი, შესაბამისად ცუდი ინტერნეტის მოხმარებაც. და ამ ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში roaming იმუშავებს კარგად და რა თქმა უნდა, მოძრაობის დროსაც არ შეგვექნება პრობლემა. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ, რომ თუ დაუშვათ ანკოლზე ვართ ან რამე მსგავს მიტინგზე და მოძრაობა გვიწევს, roaming-ის დახმარებით არ გაგვიწყდება ზარი, არ შეგვექნება პრობლემა და ამ ყველაფერს მაქსიმალურად უკიმნეულოდ ჩავატარებთ. შემდეგი შეცდომა, რაცაც ხშირად უშვებენ ხოლმე ტექნიკოსები Wi-Fi-ის პროექტირებისას, ეს არის ქსელის მოსალოდნელი ზრდის უგულებელყოფა. ამაში იგულისხმება ის, რომ დაუშვათ თუ დღეს ვაწყობთ Wi-Fi-ის ქსელს და რაიმე ორგანიზაცია იქნება თუ რამე ნებისმიერი დაწესებულება, გვექნება დაუშვათ 10 ან 20 მოწყობილობა, რომელიც იმუშავებს Wi-Fi-ზე. ჩვენ უნდა ისე მოვიქცეთ, რომ უნდა წინასწარ გავთვალოთ და გავითვალისწინოთ რამდენიმე თვის, რამდენიმე შეიძლება წლის შემდეგაც აქ რა სურათი შეიძლება დაგხვდეს. და წინასწარ გავითვალისწინოთ ის, რომ დავიტოვოთ სარეზერვო პორტები ან სარეზერვო access point-ების ჩართვის საშუალება. რათა შემდგომში მარტივად მოვახდინოთ ქსელის სკალირება და არ მოგვიწვიოს მისი ძირეული გადაკეთება. რაც რა თქმა უნდა იქნება დაკავშირებული ხარჯებთან და რესურსის დახარჯვასთან. და ესე არ უნდა მოგვიწვიოს, რადგან შეგვიძლია წინასწარვე ამის პრევენცია მოვახდინოთ და ისე დავაკვირდეთ ჩვენი ქსელი, რომ მომავალში თუ საჭირო გახდება, მარტივად მოვახდინოთ მისი გაფართოება.
და ასევე უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ პროვაიდერისგან uplink-ის ანუ იმ სიჩქარის სწორი მიღება, რაც შეიძლება დაგჭირდეს მომავალში სწორად ფუნქციონირებისთვის ჩვენი ქსელის. და შემდეგი რაც არის, რასაც ხშირად ასე ვთქვათ, ამის დაიგნორება შეუძლებელია, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ეს არის უსაფრთხოების ყურადღების არ მიქცევა, ანუ იგნორირება. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოებაში, ეს არის არ უნდა გამოვიყენოთ მოძველებული უსაფრთხოების პროტოკოლები. აქ მაგალითად წერია WIP და WPA, ეს არის უფრო ძველი პროტოკოლები, დაშიფრ პროტოკოლები და უმჯობესია გამოვიყენოთ მისი ახალი თაობა, უშუალოდ WPA 3 და მსგავსი პროტოკოლები, რათა არ მოხდეს ჩვენი Wi-Fi ქსელის ქსელებზე შეტევის შედეგად მისი უსაფრთხოების ჩამოშლა და არ დაუკარგოთ მნიშვნელოვანი მონაცემები. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ორგანიზაციას სხვადასხვა უსაფრთხოების ხარისხი აქვს და საჭიროება, მაგრამ ჩვენ ისე მოვიქცეთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ შევინახოთ ნებისმიერი დაწესებულების ქსელი. ასევე არ არის რეკომენდირებული სუსტი ან სტანდარტული პაროლები. სუსტ პაროლებში გულისხმობ მაგალითად გავრცელებული პაროლი, რომელსაც მე მგონი და იმედი აღარავინ იყენებს 1-დან 8-მდე ან მსგავსი ესეთი პაროლები, რომლებიც როდესაც კიდევ რამე პაროლი გაარტყა პირველი მაგას მოსინჯავ ხოლმე. ხო, უნდა გამოვიყენოთ სუსტ ძლიერი პაროლები, უნდა შეიცავდეს დიდ ასოებს, პატარა ასოებს, სიმბოლოებს, რიცხვებს და ამ შემთხვევაში მაქსიმალურად რთულდება ნებისმიერ ალგორითმის მიერ მისი გატეხვა. და ასევე უმჯობესია თუ არ დავტოვებთ და არ გამოვიყენებთ მწარმოებლის მიერ ავტომატურად და დეფოლტად დადებულ პაროლებს სხვადასხვა დევაისზე. და ამ პაროლებს ჩვენით დავაყენებთ მაღალი სიძლიერის სხვადასხვა პაროლებით შევცვლით. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ორგანიზაციაში რეკომენდირებულია გამოვიყენოთ ქსელის სეგმენტაცია ვილანების მეშვეობით. რათა ერთმანეთისგან გამოვყოთ და უშუალოდ სტუმრების ქსელი, თანამშრომლების ქსელი, მენეჯმენტის ქსელი და ასე შემდეგ. რათა იმ ადამიანს დაუშვათ თანამშრომელი იქნება ეს თუ სტუმარი, კონდეს წვდომა მხოლოდ იმ სერვისებზე, რომელიც მისთვის არის საჭირო. და შეუძღუდოთ წვდომა ისეთ რაღაცებზე, რაც ერთად შეიძლება მან რამე გააფუჭოს ან დააშავოს და ამით წინასწარ მოვახდინოთ პრევენცია ბავშვად ვინმეს ცუდი სურვილებისგან და შეუშალოთ ხელი ამ ყველაფრის განხორციელებაში. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, რას მოიცავს ჩვენი Wi-Fi-ის პროექტირება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც ყველაფერი უნდა სწორად დავსახოთ, ეს არის ამოცანის სწორად ფორმულირება. რადგან თუ არ ჩამოვაყალიბეთ ის მოთხოვნები და ისეთი ამოცანები, რაც გვინდა რომ ჩვენ მოგცემთ დააკმაყოფილოს, შემდგომი ნაბიჯებით არასწორად წავა და ამიტომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. ასევე გარემოს ანალიზით ვისაუბრეთ, რომ უნდა მოვერგოთ იმ გარემოს, სადაც გვიწევს ამ ქსელის აწყობა და სწორედ ამ გარემოს ანალიზზე დაყრდნობით უნდა შევარჩიოთ access point-ების სპეციფიკაციებიც და მახასიათებლებიც. და არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ დაფარვაზე და ასეთ მხოლოდ თითოეულ რაღაც კონკრეტულ თემებზე. უნდა გქონდეს სრული სურათი, რათა მივიღოთ კარგად მომუშავე ქსელი და ამასთან ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ჩვენს კომპანიას ჰქონდა ესეთი პროექტი ერთ-ერთ საგანმანათლებლო ორგანიზაციაში, რომლის Wi-Fi-ის ქსელიც ვერ მუშაობდა გამართულად. და თორსადაც ჩვენი ტექნიკოსები ადგილზე მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ იმ ორგანიზაციაში ალბათ ზუსტად დაფარვის მიზნით ჰქონდათ გამოყენებული ბევრი access point-ი ერთდროულად. 25 access point-ი ჰქონდათ ერთდროულად, რომლებიც ერთმანეთს უშლიდა ხელს ფუნქციონირებაში. და ზუსტად ამ Wi-Fi მენის საშუალებით ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა დაადგინა ზუსტი მიზეზი და რა იყო ამ ყველაფრის საბაბი. და 10 access point-ის ამოღებით და მოხსნით ბევრად უფრო გაუმჯობესდა ქსელის მუშაობა და უფრო კარგი პერფორმანსი დაინო.
და ეს ყველაფერი რომ თავიდანვე გავითვალისწინებიათ იმ ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ხარჯიც ნაკლები ექნებოდა და შესაბამისად ქსელის გადაწყობასაც თავიდან აიძებდნენ. ამიტომ საჭიროა რომ ჩვენ სანამ ამ მსგავს რამეს გავაკეთებთ, კარგად დავფიქრდეთ, რის გამოვაკეთებთ და რა შედეგი გვინდა რომ მოგცეს. ასევე ვისაუბრეთ roaming-ზედაც, რომ დიდ სივრცეშიც თანამშრომლის მოძრაობა უწევს, roaming-ი აუცილებელია, რათა სწორად მოხდეს გადართვა ერთ access point-დან მეორეზე და არ შეგვექნას პრობლემა Wi-Fi-ით სარგებლობისას. და რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ქსელის გაზრდასა და უსაფრთხოებაზეც, რითაც ორივე საჭიროა, რათა ავიცილოთ თავიდან პირველი ქსელის გაზრდის შემთხვევაში დამატებითი ხარჯები მომავალში, ხოლო უსაფრთხოების შემთხვევაში მონაცემების დაკარგვა ან თუ უსაფრთხოება არ არის დაცული, ჩვენი ქსელი რაც არ უნდა ყველაფერს აკმაყოფილებდეს, მაინც არ ითვლება გამართულად ფუნქციონირებს ქსელად. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვებინარის მთავარი საკითხები და ეხლა შემიძლია უპასუხოთ თქვენს კითხვებს ჩატის მეშვეობით შეგიძლიათ დამიწეროთ კითხვები და გიპასუხებთ. წამით, მეც და ავარჩიოთ. აი ერთ-ერთი კითხვა არის აუტოზე და არხის აუტო არჩევის დროს წინასწარ სკანირებას ახდენს თუ არაო. კი, ახდენს წინასწარ სკანირებას, მაგრამ ის ახდენს იმ მომენტში, ქსელში რა სიტუაციაც არის იმის მიხედვით. თუ დაუშვათ მან აირჩია ამ სკანირების შედეგად რომელიმე ის არხი, რომელიც მისთვის არის ყველაზე რეკომენდებული მომენტში და შემდეგ რაღაც შეიცვალა ამ ქსელში, ის მალევე ვერ ახდენს მას გადაწყობას და მუშაობს იმ დაუშვათ უკვე დამიზურებული არხით. ახლა შემდეგი კითხვა წავიკითხოთ. roaming-ის უზრუნველსაყოფად ჯობია თუ არა ყველა access point-ი ერთ არხზე იყოს. რა თქმა უნდა, არა, არ ჯობია, პირიქით ეს ცუდის არის, ანუ ერთ არხზე ყოფნას არავითარი კავშირი არ აქვს roaming-თან. roaming-ის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ ერთმა access point-მა მეორეს მისცეს შენი აუთენტიფიკაციისთვის საჭირო ყველა მონაცემი, რათა მოხდეს ავტომატური დაკავშირება. და ამ ყველაფერს არ აქვს კავშირი Wi-Fi-ის არხთან და პირიქით თუ ყველა access-ი ერთ და იგივე არხზე იქნება, რა თქმა უნდა, ინტერფერენცია გაიზრდება ჩვენს ქსელში და ვერ იმუშავებს გამართულად. იგი ერთ-ერთი საქმე შენი შესახებ დაწერილი, რომ 5 GHz-ი არ თქმულა ის, რომ რაღაც emergency-ის ხშირები არსებობს და device ეგრევე ამჩნდება კონკრეტულ ძალ. კი, მსგავსი რამ არსებობს, ეგრეთ წოდებული DFS-ი ქვია, Dynamic Frequency Selection და ეს გულისხმობს იმას, რომ 5 GHz-ზე არის რაღაც არხების კონკრეტული range-ი, რომელიც სარგებლობის შემთხვევაშიც თუ იმ არხის გამოყენების დროს დაფიქსირდა ან სამხედრო რადარის ან მეტეოროლოგიური რადარის სიგნალი, access point-ის ამ არხების შემთხვევაში გამოყენების შემთხვევაში ვალდებულია გადაждდეს სხვა არხზე. და რა თქმა უნდა, ეს აფერხებს მის მუშაობას. და კი ბატონო, ეგრეა ზუსტად, ნამდვილად. ასევე კითხვა არის Wi-Fi 7-ის ვერსიაზე ჩვენს ქვეყანაში რაიმე რეგულაციები ხომ არ გვაქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ასეთი რეგულაციები კონკრეტული არაფერი არ გვაქვს, მაგრამ ამას მაინც გადამოწმება ჭირდება. და თუ ეს პრობლემა იქნება, შეგვიძლია დავიკავშირდეთ ნებისმიერი კომუნიკაციის არხებით, ეს იქნება მეილი თუ ჩვენი სატელეფონო არხი და
ამაზე გიპასუხებს. Android-ზე რომელი API ჯობია რომ დავაყენო? ბევრი კარგი არხია, მაგალითად Wi-Fi Analyzer, Wi-Fi Mini, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არხი არის სახელი კარგად აღარ მახსოვს, ეკუახუთო რაღაც ეგრე ქვია, მაგასაც გაგეკოთ და შემდგომში მოგახსენებ. ანუ ბევრი აპლიკაციის გამოყენება შეგიძლიათ, ასე რომ ვთქვათ. ერთ-ერთი კითხვა არის ესეთი, რომ დიდ Excel-ში, სადაც ასობით access point-ია, ამ ჩენელების სათითაო დაყენება ხომ შეუძლებელია და რამე ავტომატური solution-ი უნდა იყოსო. კი, ნამდვილად ეგრეა. დიდ Excel-ებში ძირითადად არსად არ ხდება თითოეული access point-ის ცალკე კონფიგურაცია. სათითაოდ ყველაფერს ეს ყველაფერი ხდება ეგრეთ წოდებული კონტროლერით. უბრალოდ Unify შემთხვევაში გვაქვს Unify Dream Machine, Unify Cloud Key Gateway, ან კონტროლერები, სადაც გვაქვს ყველა access point-ის ყველა access point-ის შეგვიძლია ცდომა და შეგვიძლია დავაკონფიგუროთ ყველა ერთდროულად ან თუ რომელიმე გვინდა ცალ-ცალკე. და ნუ მართლაც მართალი ხარ, თითოეულ access point-ს ცალ-ცალკე ვერ დავაკონფიგურებთ. ამისთვის არსებობს კონტროლერები და ცენტრალიზებული მართვის სისტემა. კარგით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგმართოთ ნებისმიერი ჩვენი არხის გამოყენებით და ახლა გადავიდეთ უკვე წინასწარ გითხარით გათამაშებაზე. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გათამაშების პრინციპს. ეკრანზე გამოჩნდება კითხვა და ვინც პირველი დაწეს სწორ პასუხს, მოიგებს Wi-Fi routers, hub lights მიკროტიკის ფირმისას. ხოლო კითხვა კი მდებარეობს შემდეგში. Wi-Fi-ს რომელ ვერსიაში გამოჩნდა პირველად 6 GHz-ის სიხშირე? ბევრი პასუხები დაიწერა. ნახოთ. ბევრი ვერსია არის და ერთ სწორ პასუხს ხედავ ჯერჯერობით, რომელიც ეკუთვნის, გვარი კარგად წავიკითხო. ნიკა აშვეთიას. Wi-Fi 6E, 6 extended versia სწორი პასუხი და გილოცავ ნიკა, შეგიძლია მოგზანდეთ ჩვენს შოურუმში, უშუალოდ პარასკევის ჩათვლით 10-დან 6 საათამდე და მიიღოთ თქვენი კუთვნილი პრიზი. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვებინარი. ყველას მადლობას ვიხდი დაინტერესებისთვის და დასწრებისთვის. და ასევე გვექნება მომავალ ვებინარები ბევრ კიდევ მრავალ საინტერესო თემებზე. შეგიძლიათ დაესწროთ და ვისაც ახლა არ გაგიმართლათ და მოასწარეთ, შეგიძლიათ შემდეგ ვებინარებზეც იქნება გათამაშებები და იქაც სადოთ პრიზის მოგება. მაგრამ პრიზს რო თავი დავანებოთ, ზოგადად ძალიან საინტერესო თემებია და ბევრი პრაქტიკული რჩევის მიღება შეგიძლიათ ჩვენი ვებინარებისგან. კიდევ ერთხელ მადლობა დასწრებისთვის და ამ დროისთვის დაგემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.